enfants de la patrie, le jour de gloire est arrivé. Contre nous de la tyrannie, l'étendard sanglant élevé, l'étendard sanglant élevé. Entendez-vous dans les campagnes mugir ces féroces soldats? Ils viennent jusque dans vos bras, égorger vos fils et vos compagnes. Aux armes, citoyens, formez vos bataillons. Marchons, marchons, qu'un sang pur abreuve nos sillons. გამარჯობათ, მოგესალმებათ ჩვენი გადაცემა პრეს რევიუ. დღეს გიორგი ბურჯანაძე არის თქვენ წინაშე და ჩემი მეგობარი მირიანაშვილი. ჩვენ მიმდინარე პრობლემატიკაზე ვისაუბრებთ, შევეხებით ქვეყანაში რაც ხდება იმ საკითხებს საზღვარგარეთაც და გავერკვეთ იქნებ მაინც რა უნდა ამდღევანდელ ხელისუფლებას და რა უნდა გინდა რუსეთს და გინდა ამერიკას და ჩვენ რა შუაში ვართ საერთოდ რაც ხდება იმასთან დაკავშირებით. მაშ ასე რუსეთმა საქართველოს არ დაამატა ემბარგო, ასე ვთქვათ, არ გაუგრძელა და არ შეიყვანა იმ სიაში, რომელიც მან ახლა წარმოადგინა, მაგრამ იმ სიაში თუ არ ვთქვი, ლიხტენშტეინი მოხვდა მაინც. და ამას ჩვენი ხელისუფლება, მაგალითად ზაქარიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის დიდი წარმატება, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ დიდი შედეგი გამოიღო, რომ ისინი ფაქტობრივად აგვარებენ, ესე იგი, რუსეთთან ურთიერთობებს და მე მაქვს ჩემი სპეციფიური მოსაზრება, მაგრამ სანამ სამ სპეციფიურ მოსაზრებას ჩემსას გამოთქვამდი, შეგეკითხები მირიან, რომ არის რაიმე საკითხი მოგვარებული, გვარდება რუსეთთან ურთიერთობა, შეიძლება ეს ჩავთვალოთ, რომ რუსეთთან საკითხი მოგვარდა. თან ამავე დროს ბატონი ზაქარიაშვილი ამბობს, რომ მათ ისე მაგრად იმუშავებს, რომ რუსეთი ჩაკეტეს, ასე ვთქვათ, ცხინვალის პრობლემატიკაში და ნუ რაღაც ძალიან ჩახვეული აქვს ამ რომელიღაც რუსულ არღზე მე ხლა სამწუხაროდ ვეღარ ვიხსენებ რა. ეს განხილული იყო როგორც თვის კომიკური ფრაზა. აი ამის ესე იგი კალამბური, რომ ამან და ვიღაცებმა რუსეთი თურმე ჩაკეტეს, ესე იგი იმაში რა ქვია ცხინვალის თუ რა ვიცი მე სამხრეთ ოსეთის ესე იგი ადმინისტრაციული საზღვრის ჩარჩოებში. ესე იგი თურმე იდეა რა არის ახლა ესე იგი მოცემულობა ხო როგორია, რომ ესე იგი ბოლო პერიოდში ჩვენ სულ კარგავთ ამ მიწებს რა და ხან მთლიანად ქსნის ხეობა გადავაბარეთ, ახლა ნაწილ და როგორც ჩანს ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ, იმიტომ რომ აი არსებობს პერსონაჟი, რომელიც აი ესე ძალიან მოხდენილად ესე განმარტავს, რომ საქმე ისე კი არ არის, როგორც ჩვენ გონია, არამედ თურმე ჩვენ ფაქტობრივად მოგვიგია, იმიტომ რომ ფაქტობრივად რუსეთი ალყაში მოვაქციეთ რა და ესე იგი ჩავკეტეთ ამ საზღვრებში და მაგრამ თუ ჩავკეტეთ ამ დამატებით მიწებს რატო ვაძლევთ ეს ვეღარ მივხვდი რა. და კიდევ ესე იგი ეთყობა ამას უნდა რუსეთმა ასეთი პოლიტიკა რაც შეიძლება კარგად გააგრძელოს. ასეთი ტიპის ჩაკეტვა რა. ასეთი ტიპი და კიდევ მეტი და მეტი შემოვიდეს და ჩვენ ესე იგი 1-2 ბოთლი ღვინით შეიძლება მეტი გავყიდოთ და წარმატებული იქნება ბატონი ზაქარიაშვილის პოლიტიკა მაშინ. განსაკუთრებულ წარმატება. ეხლა ხო წარმატებულია რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ თუ 1-2 ბოთლის გაყიდვა მოახერხა და იმათმა 2 კილომეტრით კიდევ განმოწიეს საზღვარი, ეს ზაქარიაშვილისთვის იქნება ძალიან დიდი წარმატება. როგორ არ გასკდები გულზე, მე შეკითხვა ასეთია. რაღაცა ადეკვატურობას ესე იგი უტოვებ, რომ აი რაღაც გაყიდული ბოთლების რაოდენობიდან გამომდინარე ესე იგი რომ აი რაღაც საზღვარიდან. მე კიდევ ვფიქრობ, რომ თუ მხედველობაში მივიღებთ მის არც თუ მცირე პოლიტიკურ ნამსახურეობის ნუსხას, ეს არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან სერიოზულად არაადეკვატური, ძალიან სერიოზულად. ის შემთხვევაც არ არის, რომ რაღაცას ათამაშებს და რაღაცის კომუფლაჟს აკეთებს, რაღაცის საფასურად. არა, ნუ მისი განცხადებების ძალიან დიდი ნაწილი არის სერიოზულად არაადეკვატური. ყოველგვარი საჭიროების გარეშე ხა ესეთი კომიკური განცხადებები რა მობიძგა, რა უნდა გადაეფარა, ან ვინ ითხოვდა მისგან რისიმე გადაფარვას, ან რისი გადამფარავია, რომელი ტალიერანია გამყავს, მაგრამ
და ვინ ეკითხება? ხო და მაგას გეუბნები. რომელი საგარეო საქმეთა მინისტრია? ხო და მაგას ვამბობ. და მაგრამ გადაფარვაც არის და გადაფარვაც და ისიც არის და შეფასებაც და შეფასებაც რას ნიშნავს? ქვეყანა რომელიც მუდმივად ტერიტორიებს გართმევს, ის ყავს შენ ჩაკეტილი სადღაც. ჩაკეტილი არის ის, ვინც არის ასე ვთქვათ, განადგურებული, დამარცხებული და ძალიან მძიმე და გამოგონ მდგომარეობაში. აი ეს ტერმინი შეესაბამება ჩაკეტილს. და ალყა შემურტყმულს და განადგურებულს და ასე შემდეგ და ეხლა ის ვინც პირიქით ესე იგი იქით არის თავისი პოლიტიკური ზეობის აპოგეაში და შენ ესე იგი იძულებული ხარ აი ესეთი პერსონაჟები ყავდეს და აი ესეთი ტიპის განცხადებებით იგერიო ის არის კიდე ჩაკეტილი. არა, თუ იმაზეა საუბარი, რომ ესე იგი მან ისეთი პოლიტიკა გაატარა და ისე გააკეთეს ყველაფერი, აი მათი დამსახურება, ხო შეიძლება მეც წარმოვიდგინო, რომ ჩვენი დამსახურებაც არის, როგორც ჩვენ ვაკრიტიკეთ რუსეთის სავაჭრო ეკონომიკური პოლიტიკა იმ დღეს, ხო ჩვენ ვთქვათ, რომ აი ვამბობდი კიდევაც, რომ ისმენენ, გვისმენენ და მოისმინეს და მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს. აი მაგ შემთხვევაში ერთ დავამატებდი რა, ეს ისე რექვი, აქ სულ უფრო და უყურდები ვთქვათ იუმორით ამ ადამიანის პოლიტიკურ ბრჭყალებში საქმიანობს და სულ უფრო და უფრო იძენს ის პერსონიფიცირებულად, ესე იგი პირველი პირიდან მოსაუბრი ადამიანის სტატუსს და აი ეხლა ეს განცხადება ხო ეხლა საზოგადოებამ ვერ წაიკითხა ისე როგორც წესით უნდა წაიკითხა ეს მას თვითონ მიაჩნია რომ მისი პოლიტიკის წყალობით რუსეთი ჩაკეტა რაღაც საზღვრებში ეს რომ ჩავკეტეთო ეს საკუთარი თავი გონია მხედველობაში რომ მანაც ესე იგი რაღაც ამ ზოგადად ესე იგი ქართულ საგარეო პოლიტიკას ვინ აყალიბებს ესე იგი ბერუჩაშვილი და ეგ ხო აი მაგან და ბერუჩაშვილმა ჩაკეტეს რუსეთის საზღვრებში რა ეს სერიოზულად გონია რა ბოლო დროინდელი განცხადებები ნახე მაგას სერიოზულად გონია რომ იქით რუსეთია თავისი რაკეტებით თავისი ატომური წყალქვეშინავებით და აქეთ ბერუჩაშვილი და ერთი პერსონაჟი გამოგჩა კიდევ რომელიც ჩამკეტავი არის ეს არის ხიდეშელმა ისე მდგომარეობაში ჩააყენა რომ საწყლებს გამოსავალი აღარ ქონდა და დაშინებულები გარბოდნენ ამდენადაც მე ვიცი მაგრამ ახლა ხიდეშელმა ერთი ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო აი ეს კაბელებზე ბრალდებული რამდენიმე ადამიანი სამსახურში აღადგინა და მოგეხსენებათ ახლა მათი ტკბილი დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრთან ხიდეშელის და პრემიერ-მინისტრის ჯერ მისი დანიშვნა ძალიან ჩემთვის საინტერესო დასკვნების გამოტანის მიზეზი იქნა დღეს ესე იგი ეს პიროვნებები გუშინ უпростоრეთ დაინიშნა თანამდებობებზე. მე მაინტერესებდა როგორი იქნებოდა პრემიერ-მინისტრის რეაქცია. ჩემი რეაქცია დაუშვა ჯერ მაშინ როგორი იქნებოდა, როდესაც ჩემთვის არასასურველი პიროვნებას თავდაცვის მინისტრთან დანიშნავდნენ ერთია და შემდეგ ეს თავდაცვის მინისტრი მე ხა დამნაშავე იყო, არ იყო დამნაშავე, მაგ მხრიდან არ განვიხილავ. საკითხი ეხებოდა რა სახელმწიფოს პირველი პირები და ის ადამიანი რომელმაც ეს მთელი გუნდი მოიყვანა ხელისუფლების სათავეში ის ადამიანი თვლიდა რომ კონკრეტული სუბიექტებს მიუძღოდა დანაშაული და ამას გარდა მათ ესე იგი მაშინდელ მინისტრს ჰქონდა სერიოზული შეცდომები ხო ალასანიას დღეს რა გამოვიდა რომ ალასანიას თანამდებობა მან დაიჭირა და ეს ადამიანები დააბრუნა. ძალიან ესე იგი ჩვენ ხედავთ ხელისუფლებაში რომ სახელისუფლებო შტოები, სახელისუფლებო იერარქია ერთმანეთთან ვერ არის თლა აწყობილ მდგომარეობაში. აი ეს რა არის? ეს არის პიროვნული დაპირისპირების გამოვლინება თუ რაღაც ახალი შიდა პოლიტიკური ინტრიგების მომავალი კასკადი. ალბათ უნდა დაიწყოს ჩემი აზრით რაღაც შიდა ინტრიგები, თორე ასეთ ტიპის გადაწყვეტილებას ჩემი აზრით ვერ გაბედავდა სხვა შემთხვევაში. ჩემი აზრით ეს არის ღარიბაშვილის ღია დაბუჩა დაგდება, მეტი არა. ხო, ეს არის ღარიბაშვილის ღია დაბუჩა დაგდება. კარგია რომ დააკონკრეტე რა. ეს სხვანაირად ვერ წაიკითხავ ახლა ამას, იმიტომ რომ ამას პრელუდიური ნაწილი ხო ქონდა. ხო იყო დაუსრულებელი საუბრები იმის შესახებ, რომ ეს კაბელების საქმე, ეს რომ ამ ხალხმა სერიოზული ზიანი მიაყენა, ისაკნა. ჯერ იყო და აღმოჩნდა, რომ საქმე ვერ შეკრეს.
იმ დონემდე რომ რაღაცა წონადი გაეხადათ საზოგადოების თვალში. მე საზოგადოებაში ვერ მოახერხეს პროპაგანდისტულად ამ ყველაფრის ისეთნაირად მიწოდება, რომ ის გასცდენო და კულუარულ პოლიტიკურ ინტრიგებს და ძალებს გესმის. იქიდან მხარი ამას ასე ამუნათებდა და ეხლა შედეგად რა მივიღეთ? ფაქტობრივად ეს ხალხი გამართლდა. ესე იგი მართალი იყო ალასანიაც. ესე გამოდის. საქმე რა შეიცი ალასანიამაც და მისმა ადვოკატებმაც არ მიაწოდეს საზოგადოება სრული ინფორმაცია. ისინი ვერანაირად ვერ გამართლებოდნენ, დანაშაული იყო ჩადენილი რა მთლიანი თანხა წინასწარ გადარიცხვას ექვემდებარება, ან წინასწარი ანაზღაურება იყო ჩადებული და შემდეგ გაიზარდა თანხა უკვე ტენდერის ჩატარების შემდეგ. აი ესე მოგვაწოდეს ჩვენ. ეს არის ღია დანაშაული, მაგრამ რა მოხდა, იცი თურმე ხელმოწერილი ministris მიერ და ამ კომისიის მიერ ყოფილა. ამ კომისიამ აღასრულა პრემიერ-მინისტრის დავალება. იქ ყოფილა გატანილი ეს საკითხი და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს ქონია ხელმოწერა. ცირა ხა მე მაგ სისტემაში ნამუშევარი ვარ, ხო თავდაცვის სამინისტროში არა კაცო, ხო მე თვითონ ამიფარო ზოგადად ვამბობ რა და შემიძლია გითხრა ვიცნობ სისტემას, რომელიც სატენდერო საქმიანობას ჩადის და შემიძლია გითხრა რომ ეხლა ეს საკითხი საერთოდ გვერდზე რო გადავდოთ, ეხლა სამართლებრივ საკითხებში წიაღწვდები რა. ზოგადად რო ავიღოთ რა, საქმე ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად დასრულებული სახით არის და რა მივიღეთ რა. აღმოჩნდა რომ ესე იგი ალასანია იყო მართალი, მაშინ ალასანის გადადგომაც თურმე უკანონო ყოფილა რა. ესე იგი თურმე თავისთავად უკანონო არა, მაგრამ ის ადამიანი ის დანაშაული მასაც ჩაუდენია, რასაც ბრაბრა. აი ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ისე რქვია, პრობლემა, რომელიც იყო ალასანიას კისერზე დამოკლეს מחვილისობით ჩამოკიდებული, აღმოჩნდა რომ გაქრა, როგორც ესეთი, საქმე დაიშალა. სასამართლო პერსპექტივა მას შეიძლება ითქვას თალსაყად, საერთოდ აღარანაირი აღარ აქვს. უფრო მეტიც ხიდაშველმა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, ახლა ვინც პოლიტიკურ კულისებს იცნობს ის დამეთანხმება, რომ არაფრით ნაკლები ალასანიაზე აღარიბაშვილზე ნაკლებად პრობლემები დაპირისპირებული ხასიათის მაგ პარტიებს შორის არა აქვს ალასანიაზე, პირიქით ალასანიას უფრო დიდ მოწინააღმდეგეს მოიაზრებენ რესპუბლიკელები ვიდრე ღარიბაშვილს, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მან დაიკავა ალასანიას მხარე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ ღარიბაშვილთან მიმართებაში. ეხლა შენ თქვი რომ რატო არ შეიმჩნიაო? რა უნდა თქვას რომ შეიმჩნიოს? არა, ნუ ყოველ არის ეს და აი რომ საუბრობთ ხოლმე რა, როდესაც დასავლეთი და ამერიკა და რუსეთი და პუტინმა რატო შემთხვევისთვის თუ ასე არის სიტუაცია, უნდა მიხვდეს რომ დამნაშავეა და ბოდიში მოიხადოს. დამნაშავეზე არ არის საუბარი. შეცდომაშია პრემიერ-მინისტრი შეყვანილი, სასამართლომ გამოავლინა მის შეცდომა და ბოდიში მოიხადოს ახან ესეთი სიტუაცია. ეს საჯაროდ აბუჩა თაგდება პრემიერ-მინისტრის, ეს არის ქვეყნისთვის ცუდი. აი როცა ვამბობდით ჩვენ რომ საერთაშორისო სერიოზული მოთამაშეები ჩვენ სახელმწიფოს არ აღიქვავენ როგორც სახელმწიფოს. გესმის? ისინი ამოდიან ამ შეფასებებიდან, როცა შენ პრემიერ-მინისტრს ესეთ პოლიტიკურ მაპატიე და ფორტილებს უგურებენ ქვეყნის შიგნით, თავისივე ნომინალურად ვახსენებ ხელქვეითები, არა? მაშინ ესე იგი ვინ უნდა აღიაროს ის და ქართული სახელმწიფო და აღმასრულებელი ხელისუფლება რამე? საქმე რაშია, თუ მართალია ეს ხალხი, თუ ისინი ტყუილად იჯდნენ ციხეში და აღმოჩნდა რომ მართალია სასამართლომეს დაამტკიცა, აღდგენას ეს ექვემდებარება, ვინც პოლიტიკური ზეწოლა მოაწყო, მაშინ ის ადამიანები ელემენტად ბოდიშს თანამდებობიდან გადადგომას კი არ ვამბობ. ბოდიშს მაინც უნდა იხდიდნენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ტყუილ უბრალოდ იჯდნენ ციხეში. მე ასე ვთვლი. ამ შემთხვევაში ხიდაშელის დანიშვნაზე მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრთან, რომ მან ეს ადამიანი რატო დანიშნა, ჩვენ მათი დამოკიდებულება ვიცით. მე როგორც მახსოვს, და შემდეგ უკვე ღირსების საკითხები მოდის. კოდექსში რაღაცა ვადა. კოდექსი არ ვიცი, მე ღირსების კოდექსს არა, მოდი შენ ღირსების კოდექსს და მე მოდი გავშიფრავ იმას, რაც მოხდა რეალობაში რა. იქ არის ვადა მითითებული, რომლის განმავლობაშიც ეს ადამიანი უნდა აღდგეს სამსახურში. გესმის და აქ ხაზგასასმელია აღდგენის ტექნოლოგია. გესმის? კაცი სასამართლოდან წავიდა ლამის სამსახურში. და ეს მოხდა მინისტრის გადაწყვეტილებით. ეს იყო სუფთა დემონსტრატიული ნაბიჯი. მას შეიძლება 2 დღის შემდეგ, 1 დღის შემდეგ, გესმის?
მაგრამ იქვე რო პირდაპირ ლამის სასამართლოდან წავიდა და მესმის მერაზევს გესაუბრები ამ შემთხვევაში. მე გესაუბრები ელემენტარული ადამიანი თუ კი უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის, სახელმწიფო მის წინაშე ბოდიში უნდა განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრმა და აწყობილმა პრემიერ-მინისტრმა, რომლებიც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ხალხი არის დამნაშავე. და აღმოჩნდა სრულიად არ უნდა მოიხადოს ბოდიში გეკითხება. აი შენ რო ჩაქსვას ვიღაცამ თითქმის 6-7 თვით. მე რო ჩამსვას ვიღაცამ. მე პასუხი არ უნდა მოვთხოვო. მე ვერ ჩამსვავი, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრჯერ ცდილობდი ჩავესვი და არ გამოვიდა. არა, ყოველ შემთხვევაში ხო შეიძლება ვიღაცამ რაღაცა, ესე იგი ჩირკი მოგწხოს და მოინდომოს ვიღაცამ ჩვენი დაპატიმრება ამ შემთხვევაში და მე მაგალითად მე თუ შემეშლებოდა ესეთი რაღაცა, მე გადავდგებოდი თანამდებობიდან, ბოდიშაც მოვიხდიდი. ყოველ შემთხვევაში ეს არის შეცდომა, ხო? და ის ხიდაშელი რო დაცინის, ეს არის ცალსახად, ეს არის დაცინვა. ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა. ამაზე აღარ ვცხოვრობ. ეს თემა უკვე ერთად გავარჩიეთ და მოვკალით, ასე თქვათ, მივაჭრეთ. ეს იცი რას ნიშნავს კიდე? აი, ამის განხილვა უფრო საინტერესოა. ეს ნიშნავს თვითონ რესპუბლიკური პარტიის დაუსჯელობის განცდას. და ესენი ყველაფერი შეიძლება დაუკარგო და წაართვა და დააბრალო, მაგრამ ერთ რამეს ვერა, ეს 25 წელიწადია ეს პარტია 10 კაციანი, 12 კაციანი, რუსები რო იტყვიან ძალიან სერიოზული კონიუნქტურშიკები არიან. სერიოზული კონიუნქტურული იმით არიან, ეს არის ხალხი, რომელმაც კარგად იცის მოცემული პოლიტიკური მომენტის, ასე ვთქვათ, გამოყენება. ისინი ახლა უბრალოდ ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, ხიდაშელის დამოკიდებულება ღარიბაშვილისადმი. ფაქტობრივად შეიძლება ავიღოთ როგორც ინდიკატორი ღარიბაშვილის მდგომარეობის. ესე იგი, მან კარგად იცის ღარიბაშვილის მდგომარეობა საქართველოს ხელისუფლების კოორდინატთა სისტემაში და ეს ნაბიჯი არის ზუსტად იმის ადეკვატური, რაც ღარიბაშვილის დღეს მდგომარეობა აქვს. აი ეს არის მეტი. ღარიბაშვილის მდგომარეობა დამოკიდებულია იმ უძიმებ მდგომარეობაში, რაც სულ მალე დაიწყება, ეს არის ფინანსური პრობლემატიკა, ლარის კურსი, ფასები ნავთობპროდუქტებზე, ელექტროენერგიაზე, იგივე გაზზე, ეს ყველაფერი ამოხდება სექტემბერში აუცილებლად და ამას დაემატა კიდევ ერთი პრობლემატიკა და აქაც რესპუბლიკელები გახდებიან გვერდზე, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ასე მოქმედება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წინააღმდეგ არ შეიძლება, რაც არ უნდა ეხლა იმისი, რა ქვია, ღარიბაშვილის მომხრეებმა და ოქრუაშვილის მომხრეებმა და ბიძინა ივანიშვილის მომხრეებმა თქვენ რომ ჩვენ მართლები გვაქვს დავა მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ ქონებრივი, ეს ქონებრივი დავა არ არის, ეს არის მასმედიასთან ურთიერთობა, მასმედიასთან ურთიერთობა ცოტა სხვა თემაა და წინა იმაზე გქონდა ჩვენ ამის შესახებ პატარა დებატები, კამათი. და ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამას მოყვება სერიოზული პრობლემატიკა თვითონ ქვეყნისათვის. აქვე მაინც შევხედავთ შენ ვიზიერებ შენ პათოს შენ მე აქვე მინდა დავამატო რომ გადახედე დავით უსუფაშვილის განცხადებას ამ კონტექსტში. კი, გადავხედავ, მაგრამ აი მანამდე ერთ ხაზს გეტყვი რა. აი ეს პრევენცია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პრევენციად რა აგვისტოში რუსთავიორის თემის აი ესეთნაირი პედალირება. პრინციპში ახლა გავანებოთ კონსპიროლოგიას მესამე პირში ვილაპარაკოთ რა, ხელისუფლება გადავდოთ გვერდზე, კიბერხალავში გადავდოთ გვერდზე და აი შრალი ფაქტების ენით გავარჩიოთ ეს საქმე. ეხლა ვინც საქმის კურსში არის ჩახედული? მე ცოტა სერიოზულ ჩახედვაზე ვსაუბრობ და არა ეხლა ასავალ-დასავალიდან, თუმცა კარგი გაზეთია, საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს და სხვა გაზეთებიდან ინფორმაციის მიღებაზე. მადლობელი უნდა იყო ასავალ-დასავალი. ხო, არა მაქვს საპრეტენზიო არაფერი. მაგრამ დავჭერა გამოგიცხადა. კი, მაგრამ ის არის რა ქვია რა, არის მე მხედველობაში მაგ პოლიტიკური ინფორმაციის მომხმარებლებზე კი არა, რომელთაც ესე კარგად აწვის ინფორმაციას ასავალ-დასავალი. მე მხედველობაში მაგ ის ვინც კულუარულად იღებს რაღაც ინფორმაციებს რა. აი ვინც საქმის კურსში ჩახედულია, ისინი არიან ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ნაცმოძრაობა და მისი პოლიტიკური თანამზრახველები ფაქტობრივად აანონსებენ და კარგახანია სადღაც ივნისიდან აქ ანონსირებული, რომ შემოდგომაზე იქნება ბჭყალებში, რო ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გამოსვლები. ეხლა ეს გამოსვლები როგორი იქნება, რა იქნება, ამაზე არის ბევრი ვერსია მაქვს მოსმენელი. კონსპიროლოგიურიც, ისეთიც, ასეთიც. ხო მე ამის გრადირება ხდება ხოლმე თითქოს უტყუარი იმან თქვა, ამან თქვა. მე თან მე ნაცმოძრაობის იმიდან რა ქვია, ეს ყოფილი ჩემი პარტია უამრავი ინფორმაცია მომდის და ნუ ბევრი ვერსია ვიცი, რომელი ტყუილია, რომელი მართალი, არ ვიცი. მე ჩემი ანალიზი მაქვს, ჩემი საკუთარი წარმოდგენა, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ შემოდგომაზე აპირებენ ამ დაპირისპირების შესაძლებლობის დაგვარად ცხელ რეჟიმში გადაყვანას.
ეხლა ეს ხელისუფლებისთვის რასაკვირველი იქნებოდა ცნობილი. ეხლა ხელისუფლება რომელიც ოლიმპიური სიმშვიდით უყურებდა ამას ყველაფერს, ესე იგი მე არ ვიცი რა, მე მეგონა რომ წინა გადაცემაში ჩვენ თქვით ეს თემა გავარჩიეთ. მე მეგონა რომ ეს ხელისუფლება იყო ყაბულს, რომ პოლიტიკური სიკვდილი, ასე ვთქვათ, დამდგარიყო მის თავს. ეს მისი უმოქმედობიდან სხვა დასკვნას უბრალოდ ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ნუ ეხლა ხوار შეიძლება წისქვილის კვატრიალებდეს შენზე და შენ იდგე და რაღაც მანტრა გქონდეს ესეთი სერიოზული და ახლა ჩემი ჩართვა გახდება საჭირო. იბრალებდა რომ არაფერი არ ხდება. ვატყობ რომ ისე იქ მიდიხარ რომ ამ ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯების გადადგმა. არა, ნაბიჯების გადადგმა კი არ გადადგმა. მაგრამ საით კიდევ ერთხელ. არა, შენ ისე გულშემატკივარი ხარ მედიის, მაგრამ მე არა, გულშემატკივარი მე სწორი ნაბიჯების გულშემატკივარი. ბატონო, და მე გეუბნები სხვას. აი წარმოიდგინე ახლა რა. მე ხო ვამბობ რომ არანაირი ხელისუფლება, არანაირი კიბარხალავში გავარჩიოთ მხოლოდ ფაქტები. აგვისტოში მე რო ყოფილიყავი ამის ორგანიზატორი, როდის გავაკეთებდი რასაკვირველია აგვისტოში. ჯერჯერობით ისვენებს სოფლიო პოლიტიკური ისტებლიშმენტი. არა მარტო სოფლიო პოლიტიკური ისტებლიშმენტი, საზოგადოება, მათ შორის პროტესტული ელექტორატი ქალაქიდან არის გასული. სწორია, კი ბატონო. არ უარყოფ. ტექნოლოგიურად სწორე ნაბიჯი. და ორ კვირაში, მაგრამ ეს ერთია ვიღაცამ ეს დაწერა, მაგრამ განხორციელების დონეზე მე ვატყობ რომ არის სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ ვერ განხორციელებს. ამ ხელისუფლებამ მთელი ამ წლების 3 წლის მანძილზე არაფერი არ იზრუნა იმისთვის, რომ რაიმე პოლიტიკური სცენარის რეალიზებისათვის ინსტრუმენტარიები გაეკეთებინა. აი არაფერი რა ვიღაცები მივიდნენ დაჭდნენ კაბინეტებში, მოკიდეს ტელეფონებზე დაიწყეს რეკვები, ვიღაცებისთვის დავალებების მიცემა რაღაცა და ამით იყვნენ კმაყოფილი და ბედნიერი. ზოგს კარს აკეთებდნენ, ზოგს ცუდს, ზოგს ესე იგი აღარ მინდა ეხლა შეფასებები რას აკეთებდნენ, მაგრამ ფაქტია რომ ესე იყო. არაფერი არ გაუკეთებიათ. გნებავთ რეპრესიული, გნებავთ კონსპიროლოგიური ყველაფერი სისტემა სჭირდება აწყობა. ეს ყველაფერი არ იყო და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეს დაგეგმილი დროში და სივრცეში ზუსტად და დროზე, მაგრამ განხორციელების რეჟიმში ეს გაიწელა. ეხლა შედეგი რა იქნება ამას? ერთის მხრივ თვითონ მოქმედება სწორია და ლოგიკური. იმიტომ რომ შემოდგომაზე თუ მაინც უნდა მოხდეს ის რაც უნდა მოხდეს, ხო? დაანონსებული მათი ასე ვთქვათ ბჭყალებში გამოსვლები და რუსთავი 2 ცხადია რომ იქნება ამ დაანონსებული გამოსვლების მთავარი პროპაგანდისტული ასე ვთქვათ ბაირაქტარი რასაკვირველია სრულიად ლოგიკური იყო ამ პოლიტიკური რესურსის მაქსიმალურად ხელყოფა. ეხლა შენ გინდა მედიაზე შეტევა დაარქვი, გინდა არა, ეს მაინც მედია ეგრეთ წოდებული ჯერ ისეთი არ არის, მაგრამ დაუშვათ რუსთავი მედიაზე შეტევას მაბრალე. არა, რუსთავი 2 მაინც ამუშავდებოდა იმ პროპაგანდისტულ და საინფორმაციო რეჟიმში, რომელზეც შენ უნდა ემუშავა კიდევაც. კი, მე ეხლა ეგ ძალიან რა გამოდის, წინააღმდეგობის გაწევის გარშემო მდგარი. აი დიდი ბოდიში, როდესაც შენ მოწინააღმდეგე ხავს პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ერთი ფაქტორი და როდესაც შენ მოწინააღმდეგე ხავს ტელევიზია, რუსთავი 2 მასმედია, რომელიც განადგურება შენ გიდავ და ის თავს იცავს, ეს არის სრულიად სხვა განზომილება და სრულიად სხვა მოწინააღმდეგე. ჩვენ კარგად ვიცით ვინაი რუსთავი 2 კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ეს არის მასობრივი ინფორმაციის საშუალება სოფლიო პოლიტიკური ჭრილით და სოფლიო პოლიტიკური საზოგადოების თვალში და სოფლიო პოლიტიკური ისტებლიშმენტის თვალში. აი, როდესაც გაიგვიძებს სოფლიო პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ის იმას კი არ იტყვის, რომ პრობლემა აქვს ერთ პოლიტიკურ პარტიას მეორე პოლიტიკურ პარტიასთან. ეს გამოგვიძებული სოფლიო საზოგადოება იტყვის, რომ ეს არის ზეწოლა და მხოლოდ ზეწოლა მედიაზე. მე უნდა დაგეთანხმო მაგას ასე იგი პრობლემა კი არ მოიცილეს, პრობლემა შეიქმნეს ამ ჭკვიანებმა. ამ ჭკვიანებმა მისმინე? მე დასკვნა გამოგაქვს სხვა. პრობლემა შეიქმნეს ამ ჭკვიანებმა, მით უმეტეს რომ 2 კვირაში ვერანაირ კერძო საკუთრებით იქ რაღაც ურთიერთობებს ესენი ვერ მოაგვარებენ და ეს არ არის რუსეთში იყო ასეთი შემთხვევები, რაღაც სუდი აქვს იქ თავისი რა. და იმ სუჩი შეიტანენ და ერთ კვირაში ყველას წაართმევენ სასამართლო აქვს თავისი, ერთ კვირაში ყველას წაართმევენ თავის ქონებას, მაგრამ აქ ჯერ უნდა დაამტკიცოს ამ
ოქრუაშვილმა რომ მის არ არის ოქრუაშვილი ხალხი ვინც არის მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ოქრუაშვილია ეს ის ოქრუაშვილია სხვა შორის ვინც პრობლემები შექმნა ცხინვალში ვინც პირველად იქ ააფეთქა ეს დალაგებული ურთიერთობები სააკაშვილთან ერთად და ვინც ბომბები გაუშვა ცხინვალის მიმართულებით რომ ყველაფერი ეს ჩაეჭეხა და შემდეგ 50 აქაური დარაჯი ბიჭი საწყალი წაიყვანა და ჩააბარო ოსებს იქ ეს ის პროვოკატორია სხვათა შორის და რატომ გონია რომ ამ პროვოკატორის ხელში რომც აღმოჩნდეს და დაუშვა და გაიმარჯვა ამას ამ პროვოკატორის ხელში რომ აღმოჩნდეს ეს ტელევიზია რაიმე სიკეთეს მოიტანს საიდან დაასკვნი მე გითხარი ამიტომ მე ვთქვი მაშინაც ვიმეორებ ეს ტელევიზია არის ჩვენი საკუთრება იმიტომ რომ ჩვენ 30 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს აქ ჩადებული სხვას რო თავი გავანებოთ მოპარული თუ წაღებული ამ მედიის საშუალების მიმართულებით ამიტომ ეს არის ქართველი ხალხის ქართველი ერის საკუთრება. როდის დადგება ის დრო, მე ამაზე ოცნებო, როდესაც ქართველი ერი იტყვის, რომ ჩემ ჯიბეში ჩაყოფილი ხელი ამოიღეთ ბატონებო, ჩემი საკუთრება მე მეკუთვნის. ქართველი ერის საკუთრება უნდა იყოს ქართველი ერის და არა ვიღაცეების, რომლებიც დღეს ჩვენ ქონებაზე იბრძვიან და ბრძვიან ერთმანეთს. იმიტომ რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ლოქოები. გია ერთი რამე მოდი ვთქვათ რა. ესე იგი, მცდარია თუ არა არის ნაბიჯი. შენ ახლა ამბობ, რომ გაცილებით ლოგიკური იქნებოდა უფრო ლოგიკური ნაბიჯის გადადგმა. რა თქმა უნდა. ერთ რამეში გეთანხმები, მართალი ხარ ამაში. მაგრამ იმ ადგილზე დგომა, რომელზეც ხელისუფლება გაიყინა, მესამე წელიწადია, ეს იყო კომედია. იმიტომ რომ არ ვიცი ახლა ამას შეკაი ადამიანო, რა გააკეთა ახლა ვერ დაინახე იმან თავდაცვის მინისტრმა? უცებ ეს სულა რატო გააკეთა? ეს რო დისტანცირებას ნიშნავს თავრობიდან. დავით უსუფაშვილმა რა განცხადა? ეს დისტანცირებას, ეს იციან უკვე რაც არის. ჩვენ რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე. მოდი პირდაპირ თქვა, სექტემბერში იქნება 2 და 5 ლარის კურსი. ეს უკვე ფაქტია, იმიტომ რომ იზრდება ფანტასტიკურად იზრდება იგივე იმის, რა ქვია, ელექტროენერგიის გადასახადი. ამასაც ხალხი პრობლემას დაემატება პრობლემას. სერიოზული პრობლემები რუსთავი 2-ში კი არ არის. ამ ხელისუფლების უუნარობაშია იმის რომ რეფორმების გატარება არ შეუძლია იმის რომ სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკა ვერ ჩამოაყალიბა იმის რომ ეკონომიკური პოლიტიკა ვერ ჩამოაყალიბა იმის რომ საგარეო პოლიტიკის კურსის დადგენა ვერ შეძლო ელემენტარულია არავისთან არანაირი დიალოგი არ აქვს არც ევროკავშირთან არც ამერიკის შეერთებულ შტატ პარტნიორები არ აყავს მეგობარი არ აყავს ტელეფონის აღება ხელში არ შეუძლიათ რომ ვიღაცას დაურეკ მეგობარს რომ მიშველე რაღაც გაჭირვება პრობლემა მაქვს ნაცემა ეს ყველაფერი მოაგვარის ეს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ბატონებო იყო ჩვენ ზურგზე ჩვენ კეთილგანწყობაზე ეს კეთილგანწყობის მარაგი ამ კეთილგანწყობის მარაგი კარგად ვიცით რომ იწურება და ამოწურულია მე მაგალითად ამ ხელისუფლების დასაცავად როდესაც ესენი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქუჩაში გასასვლელად საზოგადოებას არ მოუწოდებ მაგრამ რა ვინც დარჩება ამ ხელისუფლების მომხრეები ის იქნება ძალიან რადიკალიზირებული მასა ხო დაუშვათ ის მასა რომლებაც თავის ზურგზე გადაიტანა ეს უბედურება რაც ნაცმოძრაობა იყო ანუ ძალიან ესე იგი რაღაც წვრილი პლასტიკი ძალიან შორს წახვით ერთი წამი რა ძალიან შორს წახვით რა შეიძლება მოყვეს ამას მეორე მხარეს იქნება მეორე მხარეს ესე იგი რადიკალიზირებული ეხლა წარმოიდგინე ამას რა პროცესები შეიძლება მოყვეს ელემენტარულია ხო სექტემბერში ჩვენ ისევ შუა აღმოჩნდებით ყველაზე წესიერი ესე იგი ნორმალური ადამიანი ვისაც არ უნდა ეს ყველაფერი ეს პროცესები წავიდეს და გვეტყვია რომ შუა ისე უნდა მე არ მივცემ არავის საშუალებას გასაგებია შუას გაკრიფვის იმიტომ რომ წესიერი ადამიანი არც ერთ მხარეს უნდა იდგეს ამ ხელისუფლების მხარეს და არც ეგრეთ წოდებული რუსთავი 2-ის და ნაცმოძრაობის მხარეს გადავარდი კონსპიროლოგი ძალიან უკვე რევოლუცია რა თქმა შენ რევოლუციაში ხარ არა ლოგიკურ ვერსიას მიყვები შენ უკვე ხარ რევოლუციის შიშველა გასაგებია ხო და მე მაგ რომელმაც ღმერთმა დაგვიფაროს ლოგიკურ ვერსიას მიყვები ერთი არის ძალიან წვრილი პლასტი ამ ხელისუფლების მომხრე და შეშინებული ადამიანები რუსთავი 2-ის დაბრუნებით და მეორე იქნება ის ვინც არის და ხედავთ ვინც არის მაგრამ უბედურება რა შეიცი რუსთავი 2-ს რა შემადგენლობა გამოყვება პატარა ბავშვები ვინც აი X ფაქტორზე დადიოდა იქ რაღაც კომედი შოუს აი ესეთი ნუ რაღაცა ასეთი სულ სხვა გარემო მოიკრიბება შენ ამოდიხარ იმ შეფასებების სამყაროდან
რომ რუსთავიორის წინააღმდეგ ვინც გაილაშქარა, ყველა დამარცხდა. არა. ეგ არ არის სწორი პოზიცია. ეხლა მე გეტყვი რა მოხდება რა. ეს ამათი ლოგიკა კი არა, აი ეს ამ საქმეში ლოგიკა ჩანს. არავინ არ დამარცხდება. გია, მომისმინე შენ დეკლამაციებში ხარ. სახელმწიფო ვარდება გძელვადიან არასტაბილურ მდგომარეობაში. ამას უყურებ მე და აი ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რომ ვიღაც ძალიან ცუდი ძალები ამითი ისარგებლება. უნდა მატროო. ესე იგი, აქ პრობლემა არის ესეთი, აი ესე ჩანს რა ეს სიტუაცია. რა თუ რაც არის გარდუვალი, გესმის? ეს ხელისუფლება 3 წლის მანძილზე ცდილობდა ერთ რამეს, რომ პოლიტიკური ბატალიები ნაცმოძრაობასთან აეცილება. გესმის? მოსაზრება რა ქონდა, კომფორტულად იყო იქ საცა იყო, უნდოდა რომ გაეგრძელებინა ის კეთილი და ტკბილი და ესე იგი ის რა ქვია ხავერდოვანი ყოფა როგორც ქონდა, არ უნდოდა არაფერს მოსმენა. ეს დაემსგავსა ის ბაბილონის მეფე რო იყო ვალთაზარი იმის ნადიმს რა. გესმის? საბოლოო ჯამში, მაგრამ რაღაცა დონეზე უკვე ხო? აი რო იტყვიან რომ მოადგათ ეს რა ქვია კაპიშონიანი პიროვნება ცელით ხელში რა. შენც აღიარებ რომ კაპიშონიანი პიროვნება მომდგარია. მომდგარია ხო, მე ნაცმოძრაობას კი არ გულისხმობ კაპიშონიაში. სიტუაციას რაც მე ვთქვი. პოლიტიკური ის, მაგრამ პრო როცა მოადგათ სოციალურ მდგომარეობას. როცა არა სოციალურზე არა. სოციალური ის გამო არ არის ნაცმოძრაობა, მაშინ რა ქვია პოლიტიკურად დაპირისპირებული ქართულ არა, იმაში ცელიან კაცში სოციალური პოლიტიკა. ცელიან კაცში არის პოლიტიკური სიკვდილი კაც. ხო და ამაზე საუბარი, როცა ეს ამ პერსონაჟის კონტურები გამოჩნდა, გესმის, მიხვდნენ რომ აი ესეთი კომფორტული ყოფით ამ შემოდგომას უკვე ვეღარ გადააგორებენ. ამ ხალხმა ჭიმა მაქსიმალურად ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რასაც ქვია თავის დაცვა. თავის დაცვა, მეტი კი არაფერი. თქვენ გონიათ რამე ეხლა ისეთი კონდათ რა ქვია ცივილიზაციური პრობლემები და შეუთავსებელი პოლიტიკური მესამე ნაპირი გჭირდება ჩვენ. არა, აქ მესამე ნაპირამდე ცოტა შორია. აქ პრობლემა ის არის, ამ ხალხმა გადაწყვიტა თავისი მდგომარეობის დაცვა. ეს იყო კარდინალურად აუცილებელი, თორე შეიძლება და ვიღაცა უბრალოდ მისულიყო მაგათ კაბინეტში და ეთქვა რომ ეხლა აქედან წადი, აქ მე უნდა ვიჯდეო, ისეთ კომიკურ ვითარებამდე მიიყვანეს საქმე, გესმის? ხო და მათი კაბინეტების დაცვა, მათი უზარმაზარი პრემიების დაცვა ჩემ ინტერესებში არ შედგება. შენ არაფერს შუაში არ ხარ და ჯერ ხო არავის უთხოვია? არა, როგორ არა ვარ, თავში ვარ, იმიტომ რომ მთელი ამათი უბედურება ეს 13 წლიანი, რასაც ესენი ჩადიან, ჯერ 10 წლიანი ის და მაყარინო, ეს არ შეიძლება, მე რაღაცა ლოგიკურად მომყავს და შენ არ მადლებს საშუალებას და ბინდავანდი მაგრამ ისეთ იმას ჩატეხვებს აკეთებს, რომ იქ რო გამოძახილი არ გავაკეთო ელემენტი. არა, არანაირ ჭირდა, შენ ადაკი დაიმახსოვრე და ბოლოში გაკეთე. ამდენის დამახსოვრებას რა მოახერხე? არა, მოახერხებ, შენ კაი წამყვანი ხარ. ხო და აი პრობლემა იმაშია, რომ რეალობა მდგომარეობს ესეთში. ამ ხალხმა გადაწყვიტა თავის მდგომარეობის დაცვა, გესმის? რა სახით და რა ფორმით ამას შემოდგომა გამოაჩენს? ესენი იძულებული იყვნენ იმის გამო, რომ ქონდათ ესეთი გეგმა, მოქმედად გეგმის საფუძველზე. ეხლა რუსთავიორი ჩაითვალა ერთ რამეში გეთანხმები. რუსთავიორზე შეტევა იყო ისეთივე ალოგიკური, როგორც ამ ხელისუფლების ყველა სხვა პოლიტიკური ნაბიჯი ამ 3 წლის მანძილზე, გესმის? მაგრამ მეთოდოლოგიურად რო აიღო, ხო? მეთოდოლოგიურად, პოლიტიკური მეთოდოლოგიის დონეზე, ხო? აი, გამშიდან დაწყებული, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ის იყო, რა ქვია რა, რევოლუციური ბრძოლების ყველაზე კარგი ანალიტიკოსი, იტალიელი, კაი სპეციალისტი, თუ გაინტერესებს, აიკითხე, ძალიან ბევრი ამას ამოიკითხავ. იქ ერთ-ერთი ძირითად ფუნდამენტად ითოლება ის, რა ქვია, შემდეგი ამოსვლა, რომ აი, პირდაპირ ცალსახად წერს თავის ერთ-ერთ ნაშრომში, რომ პოლიტიკური, ესე იგი, სამხედრო საქმიდან განსხვავებით, პოლიტიკურ იმაში, რა ქვია, ბატალიებში ალგორითმი მოქმედების არის სხვანაირი. სამხედრო სფეროში მოწინააღმდეგეს უნდა დარტყმა მიაყენო ყველაზე სუსტ ადგილას. პოლიტიკაში ყველაზე ძლიერს. თუ ვიღაცას ეს კაცია გამშეს შრომები აქვს წაკითხული და ეხლა ესეთ დონეზე გადათვალა რომ არჩია და სააკაშვილის პოლიტიკურ ბანაკში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური სეგმენტი აღმოარჩია გუსტავიორი და იმას უთყავს, მას სუდად გაუგია ეს გამშიც და პოლიტიკური ლოგიკაც. იქ ესე პირდაპირ არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა უნდა გაიგო, ხო? ცოტა უფრო ღრმად ჩაიხედო რაღაც სიტუაციაში და ღრმად ამოიკითხო, ესე პირდაპირ მართლა ის ხომ არ არის, ალილუია. და აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მივიდა მცდარ მოქმედებების იმამდე თანმიმდევრობამდე, მაგრამ საკუთრივ ლოგიკა იმისა რომ ადამიანმა რომელიც რაღაცა უნდა აკეთო, ეს არის საკუთრივ ლოგიკა რაღაც მე ხო გეუბნები მე ესეთი ფაზა მე ესეთი შენ მეუნები რომ ეს არის სწორად. მე შე რას გეუბნები? ხე გამშეს არის, მე გეუბნები ტალეირანს, ტალეირანი რას ამბობს? დანაშაული
ეს არ არის რაღაცა პოლიტიკაში უცხოხილი, მაგრამ შეცდომა ეს დანაშაულზე უარესი, ანუ შეცდომის დაშვების ეს არის ლოგიკურად რომ მიყვეთ, მე ისე თქმა მინდოდა, ეს არის ლოგიკურად, ეს არის შეცდომა. ტალერმა ის თქვა ზუსტად ესე რომ ეს უფრო უარესია ვიდრე დანაშაული ეს შეცდომაა. შეცდომაა. ხო, მაგრამ ტალერმა ისიც თქვა ერთხელ რა, ეხლა პოლიტიკურ ბატალიებზე როდესაც ის იყო რა ქვია ორლეანების რევოლუცია რომ მოხდა 1830-იან წლებში ცოტა იმაში იყო რა ქვია ასაკში და გაიგო რომ ის რეკავს რა ქვია რა სამრეკლო რა როგორც ეს რევოლუციის ვარიანტი რეკავდა ხოლმე და მივარდა ფარდა გადაწია და აო ესე იგი სამრეკლო რეკავსო ესე იგიო რევოლუცია ჩვენები იმარჯვებინო და მსახური ეკითხება სანთელი შემოქონდა და გერცოგო და კი მაგრამ ვინ არისო ესე იგი ეს ჩვენებიო და მადროვითო მაგასო დღის ბოლოს გეტყვითო ხო და აი ესეთი ხალხი ბლომად არის ჩასაფრებული ქართულ პოლიტიკურ იმაში რომელიც დღეს ახლა ხელისუფლებას რო გონია თავისი მოკავშირეები რო არიან ხო სანამ არ შევიდნენ არ გახდება გამარჯვებული მანამდე ამიტომ მე ერთი რამე მინდა უთხრა რა ხელისუფლება დღეს ის არის მხოლოდ თავის ანაბარი პოლიტიკური მოკავშირე ეს რას მოვაყოლი ახლა ეს ტალეირანის ცნობილი ფრაზა აი ხიდა შეულს ხო როგორც კი ჩამოყალიბდა პოლიტიკური დაპირისპირების ფრონტი მან თავისი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგებს სიგნალი მისცა რომ მე ამის გვერდში არ ვდგევარ მე დავით უსუფაშვილი ძალიან იგივე უსუფაშვილი ამიტომ ფაქტობრივად ახლა მოვლენები როგორ არის ძალიან დაწონილი განცხადება მოვლენები ხო დაწონილი ხო როგორც წესი უსუფაშვილმა ესე იცის ხოლმე ეს კამუფლაჟი რომ მოუწოდებს ხოლმე დაპირისპირებულ მხარეებს თვითონ რომ ამით ხაზგასმარაზე უნდა რომ თვითონ მხარე უკვე თურმე აღარ არის გაიგე თვითონ ესე იგი ის არის რა ქვია მანდილის ჩამგდების შუაში და ესე იგი ხელისუფლების ის ლოგიკა რომ რაღაცა წინააღმდეგობა გაუწიოს ეს უკვე არის ძალიან სერიოზული ის რა ქვია პოლიტიკური პოზიტივი იმიტომ რომ შენ გავიწყდება გი ერთი რაღაცა ჩვენ უცნაურ ფაზაში ვიყავით 3 წლის მანძილზე ხელისუფლება არ აკეთებდა არაფერს აი წარსული 22 წლის მანძილზე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ხვდებოდა ყველაფერი გარდა იმისა რომ ვიღაცა 3 წელიწადი მოსულიყო და არაფერი ეკეთებინა აი ეს პირველად მოხდა შენ ახლა რა არის ის შენ გეშლება რა კეთება საქმის კეთება გეშლება ინტრიგაში ეს არის ინტრიგა ეს არ არის საქმე ეს არც ინტრიგა არ არის ეს ინტრიგა რომელიც შემოუტრიალდება საშინლად ეს ინტრიგა არ არის პრობლემა ის ინტრიგაც არის ეს საქმის კეთება როგორ შეიძლება ამას უწოდოთ ჩვენ საქმის კეთება მოდი მე არ მithქვია საქმის კეთება შენ აკრიტიკებს საკუთარსავე წარმოდგენას მე გეუბნები სხვა არა მე გარმით განმავლობაში რაღაც საქმის კეთება არა ეს არის პირველი ნაბიჯი რაც მაგად გადადგეს და მე როგორც ვატყობ იმდენად აი რუსები რო იტყვიან რობკად გადადგეს ეს ნაბიჯი რომ მეორე უკვე 3 კვირა ვერ მოუყოლებიათ მე მაინტერესებდა ხელისუფლების მეორე ნაბიჯი რა არის აი შენ ახლა ხო ანალიტიკოსი ხარ წამყვანი ხარ ყველას ეს კითხვა აინტერესებს მოდი ჩვენ თქვა რა იქნება მეორე ნაბიჯი სად არის მეორე ნაბიჯი და ლოგიკით პირველ ნაბიჯს ხო მეორე უნდა მოყოლოდა და რა არის ნაბიჯი აგერა გვაქვს ჩვენ ფაქტი რო რა რაც მოხდა უკვე ერთ-ერთი დამნაშავე საშინელი დამნაშავე აღადგინეს თუ რამდენიმე აღადგინეს გუშინ სამსახურში ეს ხელისუფლების ნაბიჯი არ არის ეს იქნება შემდეგი ლოგიკური რა ნაბიჯი რაც ამას მოყვება ის რომ რუსთავი 2 აქ რომც გაამტყუნოს ამ სასამართლოს ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟი იქნება თუ საერთაშორისო კი აი არ არის მეორე ნაბიჯი მე აქ ლაპარაკი მაგ ღარიბაშვილის პოლიტიკური ჯგუფის მეორე ნაბიჯი რა იქნება მეორე ნაბიჯი არა აქვს ამათ ხო ამათ საერთოდ აქ დახურს აქ მორჩა კედელია აქ ან უნდა გაიტანო, ან უნდა დამარცხო. აქ არ არის მეორე ნაბიჯი და მესამე ნაბიჯი. და მაგ ლოგიკაში სრულიად აუხსნელია. მე რატომ მებრძვის პროკურატურა ამდენი ხნის მანძილზე? წინა გადაცემაში როდესაც ამას ვამბობ, ამ კითხვას ვსვავდი, შენ არა, მე გეთანხმები მაგაში, მე უბრალოდ ხელისუფლებას და ჩემ მოქმედებას გამოყოფ ერთმანეთისგან. შენ ნუ კონსპიროლოგიურად მოგაშემოდა ბატონო ისა რომ მე და ხელისუფლება ვარ ერთი და თავარი ჟურნალისტური კითხვა დამავიწყდა. როგორც მოგეხსენებათ ბატონებო, როდესაც ტელევიზიით, მასმედიით ინფორმაცია შემოდის რაიმე დანაშაულზე, აუცილებელია რომ პროკურატურა მოახდინოს რეაგირება. ამ შემთხვევაში ჩვენმა ტელევიზიამ გამოიტანა სააშკაროზე ის რომ ბატონი მირიანაშვილის ხელმოწერები გააყალბა ბატონმა სააკაშვილმა თავის დროზე და ისე ჩაიგდო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელში. მე მაინტერესებს ბატონო მირიამ დაგირეკეს პროკურატურიდან იყო რაიმე ზარი დაგიბარეს დაკითხვაზე ან თქვენი ხელმოწერის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზაზე ან რაღაც გავსი მოხდა ეხლა შენ ისე მისულ კითხვას რომ თითქოს არ იცი რომ ჩვენი ხელისუფლების მოქმედების ლოგიკა არა მე არაფერი არ ვიცი მე მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით თითქმის 2 წელიწადია ვიძლევი ინტერვიუებს გამოდივარ ტელევიზორით რაღაც აღარ ვაკეთებ მოკლედ ვეუბნები რომ
ერთი ექსპერტიზაა ჩასატარებელი, სადაც დადგინდება ხელისმოწერების სიყალბეები და ამის შემდეგ სასამართლო პროცესის განახლება დაუძლეველი გარემოება იქნება. თქვენ არაფერ შუაში არ იქნებით ამასაც მეუბნები, გაიგე? არავინ რა ქვია კისინჯერი, ბეიკერი, რა ვიცი მე, ბჟეჟინსკი, რო წამოდგეს კიდე ვიღაცები, ალენი და დალესი და ვიღაცები ისინი არ დაურეკავენ არავის. იმიტომ რომ სასამართლოში მიდის მირიანაშვილი, რომელიც ესე იგი იმას იზავს თავისი დარღვეული უფლებების აღდგენას. წავიდეთ თუ გინდა სტოკჰოლმის არბიტრაჟში შეიტანონ. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ აი ვერ ბედავდნენ ვერაფერს ეს 3 წელიწადი. მე რაც გაბედეს ესე იგი თავზე დაიმხეს ყველაფერი. ხო და გაბედეს და მაგრამ მე იმაში არ ვიყავი შენთან მართალი რომ ეს ადამიანები იდგნენ უბსკულში ქარნაობდა აი წონას ვესტიბულარული აპარატი რო აქვს ადამიანის დარღვეული და იქით გადავარდებოდა და ვაკეთ გავგებარი იყო და რაღაცა ეხლა მცდელობა გამოაჩინა რომ რაღაცა უნდა რომ სუბტა იმას რა ქვია სამშვიდობოს გამოვიდეს და რაღაცა ისაქანას და ათვალიერებს აქეთ იქით გახევებული იდგა საქართველოს ხელისუფლება 3 წელიწადი პოზიციაში რომ გაუგებარი იყო რასაკეთებდა. გეუბნები საქართველოს. აი რასაკეთებდა 3 წელიწადი. კიდევ გეუბნები რა უნდა გაეკეთებინა. იმ დღესაც გითხარი რომ საერთაშორისო სამართლებრივი სტრუქტურები საქართველოში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ანუ რაც არის ევროპული, რაც არის ცივილური, ის უნდა შეექმნათ საქართველოში. პირველ რიგში ეს არის სასამართლო სისტემა. შემითხარი მაგიროდის მოესწრება. აი თუ არ მოესწრო 3 წელიწადია ხო იბძვი ამაზე და ყურადღებასაც არავინ არ გაქცევს. ეს 1 წელიწადში გაკეთდებოდა სამართლებრივი სისტემა ქვეყანაში. დამოუკიდებელი პროკურატურა, დამოუკიდებელი სასამართლო. თავისუფალი და პირუთვნელი. მეტი სხვაზე ხო არა გვაქვს აქ ჩვენ საუბარი. იცი პრობლემა რაშია? აი ეს მაგაში გეთანხმები, მაგრამ ერთ რამეს ესე იგი არ ვიზიარებ შენ იმას რა ქვია, რომ შეეტანა მე ეგეც სასამართლოში ნებისმიერ განაცხადა. ამ ხალხმა სამწუხაროდ დღევანდელი პრობლემები საიდან მოსდით? ხელისუფლების აპარატი ხელში ვერ აიღო. არ ვიცი რატო დატოვეს ყოფილი ხელისუფლების სერიოზული პოლიტიკური შლეიფი იმაში რა ქვია ადმინისტრაციაში იმ დონემდე რომ თვითონ ვეღარ დაიწყეს სისტემის ოპერატიული მართვა ეს რატო გააკეთეს არ ვიცი ეხლა კონსპიროლოგიაში არ გადავარდები და არ ვიტყვი რომ ვიღაცასთან იყო შეკრული და იმან ის უქნა და ამან ეს უქნა ეხლა მე ვერ ვიჯერებ ერთ რაღაცას გია გაიგე რომ ადამიანი მეორე მოგადგეს შენ თან გახრჩობდეს და თან შენთან იყო შეკრული და ამ შეკრულობიდან გამომდინარე შენ არ კონდეს უფლება წინააღმდეგობა გაუწიო. აი ესეთი შეკრის, ესეთი კონსპიროლოგიური ერთობის და გარიგების მე რა ვიცი, მსოფლიო პრაქტიკა, მე ახლა ისტორიის კარგად ვიცნობ, ეგეთი შეკრა არ მინახია, რომ ვიღაცა შეეკრას და ესე იგი თავი მოაკვლევინოს. ეგეთი შეკრა თუ არსებობს, ეს იქნება პირველი შეკრა ეგეთი. მე ხო ვთქვი, რომ ეს წვითკვლელობაზე წამსვლელი ხალხია, ისეთებს ჩადია მაგამ ეხლა. ბადურს ურჩევნია კაი ბატკანი, შენ თუ არის და მომავალზე არის. ეს წლები ხო? მომავალზე ადამიანმა შენ ლაპარაკობ ადამიანზე შენ ლაპარაკობ პოლიტიკოზე, რომელიც მომავალზე ფიქრობს. აი ამ ჯგუფიდან მომავალზე ფიქრობენ ზაქარიაშვილი, ხიდაშელი. ანუ ეს ჯგუფი. დანარჩენი ჯგუფი, ეს არის დღევანდელი დღით მაცხოვრებელი ადამიანი, რასაც შეჭამ, ასე თქვა, შენი. აი ამ ფსიქოლოგიის სამწუხარო. შენ ეს უნდა აღიარო, შენ ამას არ აღიარებ. არ ვაღიარებ მე მაგას შენ სხვა რამეზე მედავები. მე გეუბნები რომ ეს ხალხი წინა გადაცემაშიც გითხარი. ხალხი რომელსაც არანაირი თანამდებობა არ ეკავა არასოდეს და ამ დონეზე დღეს რაღაცას თავის წარმოდგენაში განკარგავენ ისინი მინდა გავანაწყენო მაგრამ უთხრა თქვენ არაფერს სამწუხაროდ არ მართავთ ეს არის ილუზია მაგ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე ხშირად თავად ნამყოფი თავის დროზე და რაღაცა რომ გამოუცდელები არის ადამიანი რომელსაც გამოცდილება არ აქვს და სადღაც ზის თანამდებობაზე იმის მაგივრად სხვები მართავენ ზოგან მოადგილე ზოგან დეპარტამენტის უფროსი იმიტომ რომ ეს ადამიანი იმდენად უმწიფარე და გამოუცდელი რომ ის არ მართავს იმას აქ წარმოდგენა რომ მართავს მაგრამ რეალურად ის გადაწყვეტილებებს სინამდვილეში არ იღებს აი ეს არის პრობლემა ამ ხელისუფლების ესეთი ადამიანების ხვედრითი წილი არის ძალიან ბევრი მირიანი იმასო ვერ მოიფიქრებ, აი როდესაც გაცოცხლდება პოლიტიკური ცხოვრება მსოფლიოში, ხო ევროპაში, დასავლეთში, ამერიკაში, დიპლომატიური კორპუსი რა დღეში ჩააგდებს ამათ. მარტო ეს უნდა იფიქრონ. ხო და აი მე ამას ეხლა ეს გასაგებია, მაგრამ აქ ლაპარაკი რაზე, აი ეს კაპიშონიანი ცელით ხელში პოლიტიკური სიკვდილი რო დაინახეს, ეხლა რეფლექსური გააქტიურება აქვს. გესმის რეფლექსური, მაგრამ მე მაშინაც გეუნებოდი წინა გადაცემაში. ეს ნიშნავს, რომ ეს არსება მაინც ცოცხალია.
მაინც ცოცხალი აკეთებს. მე გააჩქარეს და მე ქართული ხელისუფლება ცოცხალი არ მეგონა, ნუ. არა. ეხლა გეუნები დაჩქარება და ესე იგი დააჩქარეს ჩემ შემთხვევაში მე მებრძოდნენ არაადეკვატურად გაუგებარი ასე თქვა პოზიციიდან. მე ვცდილობ სააკაშვილს წავართვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ანუ კი არ წავართვა, დავიბრუნო ის რაც მე მეკუთვნის. მაგ ამის დედამიწის ზურგზე არ არსებობს საქმე ჩემზე უფრო მეტი მტკიცებულებების ბაზით. ნუ მე არ ვიცი, მე მარტო იმას იქ დუბაიში მქონდა მეთქი ეს საქმე და იქ ძალიან კარგი ექსპერტი იყო. მარტო იმან ჩამომითვალა 100 სერიოზული დარღვევა. 100 ერთ საქმეში. და მე დავიღალეთ და თქვა რომ თითოეულს უკან ესე იგი რა ვიცი რუსული სიტყვა ქართული ანალოგია აღარ მახსენდება აბასნავანიას წერდა და მითხრა რომ დავიღალე აღარ შემიძლია მეტი ნუ ეს კი არა ამის ერთიც არის საკმარისიო და იქ ასზე იყო საუბარი 100 რო გადავწდით და ნუ გაყალბებული ყრილობის მოწვევა პოლიცსაბჭოს ქვორუმი რეგისტრაციის წესის უგულებელყოფა ჩემი მოტყუება ჩემი ხელის მოწერების გაყალბება თაღლითობა პოლიცსაბჭოს წევრების ისე რა ქვია ფიზიკური შეცვლა სხვებით რომლებიც არ იყვნენ ყრილობის კვოტის ესე იგი დარღვევა ყრილობის ჩემი ყრილობაზე ჩემი წევრების მაგიათ სხვების მოწვევა იმ მანდატებით და ნუ თვლარა იმდენია გესმის და ნუ მე ფიზიკურად როცა სარჩელს წერდი ჩვენ დავდექით იმის პრობლემის წინაშე ეს დარღვევების ერთობლიობა ერთი სარჩელის ჩარჩოებში როგორ გაგვი იმდენად დიდი იყო და თვითონ შევამცირეთ რა პრეტენზიების ისა რა ქვია და დავიყვანეთ ხელის მოწერების იმამდე და ვერ მივახციე 2.5 წელიწადი იმას და ხან ვინ მემალება ხან და როგორ ეს ისა რა ქვია რა დედანია გამომართვა აი შენი ძმაკაცი როგორ გააქტიურდა მაგრა ხო რასაკვირველია და ის რა ქვია ხელ მე ვერ თვითონ ვეუნები რომ ის რაღაცა 200 ლარი ღირს ექსპერტიზა რა გავიგე შეიძლება დაიქცა ეს ქვეყანა იმ დონემდე რომ ეს 200 ლარი მომეცით მე წავიღებ უცხოეთში ან რა ვიცი საშუალება ან ჩაატარეთ თვითონ შე როგორ მოგცემენ ხა ეგ ხო არა გავიგე მაგრამ მე ვერ გავიგე მე რას მებძვია მე რატომ მეწინააღმდეგებიან მეს ვერ გავიგე მოიწვიან ფებერის ხო აი ან რა წილა ბოდილა იქ ისა ესა აქ ისა რამდენი ვინმესთან არ ნასაუბრები არ მქონია ყველა თიცის ვერ ჟზევით რომ იმან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამან უნდა მიიღო იმან არ მიიღო ამან ეს უთხრა იმან ის უთხრა გესმის ამან ეს იფიქრა იმან ის იფიქრა გასაგები შენ თუ მან არ გაჩერდები ჩამიშლი გადაწყვეტილება არა მე გადაცემას კი არ ჩაგიშლი მე გეტყვი ერთ რაღაცას რა მართალ ვიცი და ეხლა შენ კონსპიროლოგიას გეტყვი უბრალოდ რა შენ საფუძველი არა აქვს იმიტომ რომ მე შენ ესე ურთიერთობა ამ ხელისუფლებასთან ანკორდა და მე გეუნები რომ მე ამ 3 წლის განმავლობაში მეთქი ჩამომიყალიბდა მყარი აზრი რომ ეს არსება ცოცხალი არ არის საქართველოს ხელისუფლებაზეა და ეხლა უბრალოდ რო აღმოვაჩინო რომ რაღაც რეფლექსებია გატოკდა რაღაცა მუშტი მოქნეული არ მოეწონა რაღაცა რო უთხრეს რომ შემოდგომაზე უნდა ესე იგი დაგმარხოთო არც ეს მოეწონა ეს გარკვეულწილად გამიკვირდა რა აი ეს რეფლექსები ხო აი ეს რაღაცა ნაბიჯები მცდელობები რომ ჰაერი ჩასულყვაზე გამიკვირდა რა შენ ამ თავრობაზე ისეთ რბილად ლაპარაკობ ეს არ მომწონს იმიტომ რომ რეფლექსები კი არა კარგათაც მოძრაობ მე ვლაპარაკობ რბილად ხო ძალიან კაი რეფლექსები აქვს როდესაც საკუთარ ჯიბეს და საკუთარ კეთილდღეობას ეხება საქმე ისეთი რეფლექსები აქვს რომ იმის დედავატირე რა კუჭროსა ეხება ბატკანსაც არჩევენ როგორი უნდა შეჭამონ ზუსტად ქათამზე არ გადაივლიან უგეშინია შენ ეხლა რაშია საქმე მე ისეთ თქმა მინდოდა სააკაშვილი გააქტიურდა სერიოზულად იმიტომ რომ კარგად დაინახა აქაურების მდგომარეობა და კარგად ხედავს იმ სიტუაციას საერთოდ აი ჩიხში რომ მიყავს საკუთარი თავი რასაც მე ვამბობ ხო ამ ხელისუფლებას ამას კარგად ხედავს და სხვათა შორის ჩვენ რო ვისაუბრეთ იმ დღეს ჩვენ რაზე ვისაუბრებთ სააკაშვილი ქმნის სერიოზულ საყრდენებს ერთ-ერთი საყრდენი არის ოდესაში და მას უნდა რომ უკრაინა გახდეს ამ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სატრანზიტო მაგისტრალი. მით უმეტეს რომ ირანის ხაზი გააქტიურდა. აი ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად იმ პროცესების დაწყება სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში, რომელიც ხელს შეუწყობს სააკაშვილის ამ ესე იგი ჩამოყალიბებული გეგმის განხორციელებას. და მე რას გეუბნები რომ ეს ხელისუფლება ამ გეგმის განხორციელებაში მე არ ვიცი თავისი რეფლექსებით ინტელექტით თუ კიდევ რაღაც რა ვიცი ხო ძაღს რა აქვს კი
რეფლექსია. ხო, რეფლექსებით რა, ასეთი რეფლექსებით უწყობს მეთქი ხელს. უბრალოდ ამას ვამბობ. შეიძლება ვიღაცა მუთხრა, ვიღაც ინტელექტუალმა მათ თვალში რომ ინტელექტუალია, ამის თქმა მინდა, ხო არა? ხო, ვიღაცა იჯერავს, რომ აი ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი, მაგრამ მე ვეუბნები, ვინც ეს გითხრა, ხო, იმან ელემენტარულად მოგატყუა და არასწორი მიმართულებით გაგიშვა. შენ მორჩა მე აფსარ ვამბობ, ეხლა რომც მოინდომონა ამათმა აქ სამოქალაქო დაპირისპირებაში შესვლა, ხო? უბრალოდ ეს, თუ იმეს ისეთი რა ვიცი სიტუაციის შექმნა უნდა საქართველოში, რომ სამოქალაქო ომის ზღვარზე ვითამაშოთ, ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ ვიცი, გამარჯვება ვის დარჩება კიდევ ამის ეს ასე დღეს თქმა შემიძლებელია. ჩემს ესე იგი ძმაკაც რო ესე იგი ანონსებს. ანუ ეს ძმაკაციც მზად არის. თქვენი ძმაკაცი უბრალოდ ქვეყნის რა ვიდრე ჩემი. მე 10 წელიწადია მაგასთან ომში ვარ. და მაგას ვამბობ, ეს ძმაკაცი უკვე მზად არის მეთქი, მზად არის. კი, და ეს ძმაკაცი ისე განაგლდა. მიხეილ სააკაშვილზე გვაქვს. ეს ძმაკაცი ისე განაგლდა, რომ დროს ტყუილა არ კარგავს. ფაქტობრივად ეკონომიკური პროექტის რეალიზებაზე მუშაობს. ქვეყანაში რო ჩამოვა, რომ ის უკვე გახორციელების რეჟიმში. დიახ ბატონო და შენ ახლა რისი იმედი გაქვს რომ ეს ერთი წელიწადი ამას ვეუბნები გესმის და ესენი აგზიან და ოლიმპიურს იმშვიდ შენ მეუბნები რაღაცა ისე რომელიც სიკანს არჩევენ და რომელიც იმას სიკანის არჩევაში არიან. კომედია არ არის მე და მაგას ხელისუფლება იყო და სიკანს არჩევდე. მაგას გეუნები და რა შეჭამო ეხლა იმათ გადენენ იმას და ცოტა გინახია პოლიტიკაში დამარცხება ციკანს კი არა ამოგიღებენ კუჭის წვენს ხო და ამოუღებენ და ეს არის პრობლემა ქვეყანა ინგრევა ამაში იცი ჩვენაირი ადამიანი ამ მხარეს არ დადგება შეიძლება გამწარებული უკიდურესად გამწარებული ადამიანები ამათ გვერდით და აგრეთვე უკიდურესობა ნაცების რომლებსაც რაც გინდა ის უთხარი მაინცოფეხზე კიდია იქი დადგება რუსთავიორს რაღაცა ბაზა აქვს თუ 12000-ზე მეტი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნაცმოძრაობას ვერ გამოყავდა და ვერც გამოიყვანდა მან შეიძლება სრულიად თავისუფლად აი რუსთავი ორმა აი ხო სწავლა რო დაიწყება ხო სკოლაში ახალგაზრდები სტუდენტები უკვე ეს არ იქნება ნაცმოძრაობის მხარდაჭერა ეს იქნება სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა ხა რამდენად არის სიტყვის თავისუფლების მებარი ახლა რუსთავი ორი მოდი ამას ნუ გავარჩევთ აქ ხო 25000 ადამიანი სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ახალი პოლიტიკური გავლენები და ახალი პოლიტიკური ნიავი ამოძრავ ამ ქვეყანაში თუ ხარიშხალად ერთი რაღაცა არის მაინც მოცემულობასაც ნუ იმას ვიზავთ რა აი ესეთი ადამიანები რომლებიც სააკაშვილთან არიან სამკვდრო საერთაშორისო გადაკიდებული როგორც მე ვარ გესმის ესეთებიც არიან და ჩვენ და საკმაოდ არიან რა ის პრობაციონერები ის ესე იგი ნაციხარი გაუბედურებული იპოთეკით ესე იგი გაძარცვული და გაგდებული და რითი შეიცვალა იპოთეკით გაგდებული არაფერი უბრალოდ რითი შეიცვალა შენი მდგომარეობა არაფერი რითი შეიცვალა ის მათაშორის ვინც ციხიდან გამოვიდა საქართველოში ვერც დარჩენ გაქცეულებად კი მაგაზე არა მაგ საუბარი მე მეგეუბნები აი მე იგივე გეტყვი გაღატაკებული ჩემი მეგობრები რამდენიმე ბიზნესმენი რომელიც გაიძა დღეს უარეს მდგომარეობაშია, ნუ სასამართლოში საქმის მოგება ხო ვიცი, ეგეთი რამე არ ხდება, მაგრამ აი ვალები რაც დაეწყო, დაწერა, ხო დღეს 2 იმდენი და 3 იმდენი გადასახდელი აქვს კიდევ და გაუკოტრდა ორგანიზაცია. და გეთანხმები მეთქი, მე სხვა რამეს გეუბნები. და რატო გამოვა ამის დასაჭერად? არ დასაჭერად მაგას. მე სხვა რამეს გეუბნები რა. აი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აი ამ რა ქვია თავის ხელისუფლებისგან თავის გადარჩენის მცდელობამ დაბადა ინტრიგა იმის შესახებ რა პროცენტი აქვს ახლა ამ ხელისუფლებას რა ეს სერიოზული კითხვა გაუჩნდა ყველას აქ პრობლემა რა იყო როდესაც ვიღაცები სიკვდილით ემუქრებოდნენ და ეს არავითარ წინააღმდეგობის გაწევის სურვილს არ ამჟღავნებდა არანაირ პროცენტზე არ იყო ლაპარაკი ხო სწორი ვარ რა ხალხი უყურებდა ამას როგორც პოლიტიკურ მოვლენას რომ რაღაცის ბუნებრივად კვდომას და მიაჩნდათ რომ ნუ რაღაცა ეხა თვეებზე საუბარი და მაგას მე გითხარ მაგრამ ეხლა გარკვეული ინტრიგა გაიშბადა მაგას ქვია კაჩელიები ჩემო მირია მაგას ქვია პოლიტიკაში კაჩელიები ანუ ერთს უნდა აიწიოს მეორე უნდა ჩამოიწიოს უნდა ყავდეს მოწინააღმდეგე ჩერჩეული შენი მეგობარი და ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი და მასთან დაპირისპირებაში გონია რომ ამ ესე იგი ჩვენ კიდევ ხო იცი მარტში რო გადაატარა ცხვრები კატარო ჩამოკიდა მეცხვარე მხეზე ასე კიდე იმ კატის კნავილზე ამ სიტუაციაზე ჩვენ ამ კაჩელიებზე ვიცხოვრებ და ვიქნებით ბედნიერები ორი რამ ასე ვთქვათ გვემეკავშირება სერიოზულად ერთი ის რომ აი ეს პერსონაჟი სააკაშვილი ესე იგი ჯერ სერიოზულად არის გაბლანდული თავის ესე იგი იმაში რომ ოდესის ამბებში ეს ერთი
და მეორე ვიცნობ ახლა მაგას ნატურას ძალიან ახლოს საქმეშიც ამდენი ხანი ვებრძოდი ისედაც ვიცნობ რა და კარგად ვიცი რომ განეკუთვნება ეგოისტების იმ კატეგორიას აი მიშა არის ეგოისტების ის კატეგორიიდან რომ სხვისთვის ნაბიჯს არ გადადგავს იმ შემთხვევაშიც კი თუ იმისი წარმატებისგან სერიოზული ბენეფიციარი იქნება თვითონ ესეთი ტიპის ეგოისტი აი მე შენ პიროვნებამდე დაგყავს მაგრამ გესმის პრობლემა ის არის რომ მიშა სააკაშვილი თუ თვითონ იგი არ იქნება ასე ვთქვათ თავისი ამ შემოდგომაზე ჰიპოთეტიური სიტყვაზე გეო როგორც შენ ამუნათებ გამარჯვების ბენეფიციარი თვითონ თუ არ იქნება გესმის სერიოზულად დაამუხრუჭებს იმიტომ რომ არავის სხვას ის გვერდში არავოდ კი გასაგებია ვიღაცები ლაპარაკობენ რომ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება ალასანე ჩაუდგება შეიძლება ერთი მეუნება იმას რომ კიო ეხლა რატო უნდა იყოს მიშო მაგის წინააღმდეგიო ალასანე ხო იცი როგორი ფიგურაა ღარიბაშვილი ნომერი 2-აო და გინა წელიწადი იყავდესო გინა 2 წელიწადიო აქო ხელისუფლებას მაინც ვერ მოიმაგრებს მაგრამ ამ ექსპერიმენტზე არ წავა სააკაშვილი აი ეს არის მისი ნატურა რა გესმის ნატურაა იგი ანუ მაქსიმუმს მოითხოვს ხო მაქსიმუმს ოღონდ სათავისოდ გესმის და ამიტომაც გვემეკავშირე იმედი გაქვს რომ არაფერი არ გამო ამ საქმიდან მე უბრალოდ სერიოზულად რისკზე აგდებულ საქმეზე იძახი რომ მაინც კარგია ძალიან სარისკო არის ხო თვითონაც ახლა ამას ეს რასაკვირველია მაგრამ რისკი ყოველთვის არსებობს მით უმეტეს ახლა ამისთან ოპერატორის ხელში მაგრამ პრობლემას გეუბნები იმას რომ გვემოკავშირება მეთქი ორი მომენტი ერთი ის რომ სააკაშვილი და მეორე ახლა შენ ერთი რამე დაგავიწყდა უკვე ამ სიტუაციაში რა რამდენი ხნის დაგვიანებით ამოღერღეს რომ ესე იგი სააკაშვილის მოქალაქეობაზე ესე იგი შეწყვეტაზე დაიწყეს ლაპარაკი 3 თვის გახსოვს მე პირველი აქ მოსვლაში ამ სტუდიიდან ლაპარაკობდი რომ არაქცხვენიათ ხალხო ადამიანი გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნის მაღალი რანგის ჩინოვნიკი გესმის ყველა პირობა სახეზე იმისათვის რომ მას მოქალაქეობა შეუწყო აი სანამ შენ აქ სტუდიაში მოხვიდოდი როგორც კი გამოლანძღა სააკაშვილმა თავისი ტრიბუნიდან გუბერნატორის ტრიბუნიდან მაშინვე უთხარი კი ბატონო ძალიან კარგი ხო ხედავ სხვა ქვეყნის მოქალაქე ვიღაც შენ დაგისტრია ხო და მაგაზე მაგ საუბარი მაგარი ხარ მაგრამ მაგაზე არა მაგ საუბარი აი ეს და გარდა მაგისა თანმდებად არ დაგვავისწოს რომ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის საფუძველზე ცალსახატარი ჩამოყალიბებული ადამიანების ნუსხა ვინც შეიძლება იყოს ქართული პოლიტიკური პარტიის სათავეში ანუ არა ის ადამიანი ვინც საქართველოს მოქალაქე არ არის ესე იგი ავტომატურად მოქალაქეობის ხელყოფითი მის პოლიტიკურ საფუძველსაც აქა და გაცილებით მარტივი იქნებოდა მასთან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლა, იმიტომ რომ ერთია როცა ამ პარტიის სათავეში სააკაშვილია და მეორე არის როცა ამ პარტიის სათავეში არის ბაქრაძე. ესეც იყო ერთი 3 თვის მანძილზე გაუთავებელი წილაბოდილი შედეგი, ვისაც არ შეხვდი ყველას უთხარი, მე უთხარი ამ თქვენ ეგრეთ წოდებულ პასიურობას ყველა ხსნის ესეთნაირად რომ უბრალოდ გეშინიათ. გესმის? ამ საკითხის დასმა. ეხლა როგორც იყო ერთი 3 დღის უკან წულუკიანმა ამოღერღა რომ ჩვენო ველოდებითო შეტყობინებას უკრაინიდანო რა უკრაინიდან რა შეტყობინება მირიან ამ ადამიანებს ერთი რაღაც არ აქვს შეგნებული რომ ეს არის პროექტი უნდა შეცვალო მეორე პროექტი თუ შენ ამ პროექტს ვერ ცვლი და ალტერნატივას ვერ დებ ამ შემთხვევაში ყველაფერი ბრუნდება ისე თავის საწყის წერტილზე. ამ ადამიანებმა ვერაფერი ვერ შეცვალეს. ვერაფრის რეფორმა ელემენტარულად ვერ გააკეთეს, ვერ დაანახეს სოფლიო საზოგადოებას, რომ რითი არიან განსხვავებული სააკაშვილისგან. განსხვავება ვერაფერი ვერ დაინახა. ანუ ის პროექტები, რომელიც იყო, ვიღაცამ თქვა ისევ ამოიღო დადებული რო ქონდა, ხო, უჯრიდან და თქვა, მოდი რა, იქნება ეს პროექტი ჯობია ამ ქვეყნისთვის, განხორციელეთ, თორე მიდის სადღაც უკუნეთისკენ არაფერი არ კეთდება. შენ კიდევ თან უფრო მაღალ მატერიაში გადაიყვანე შეფასების სისტემა და მე გეუბნები რომ უნდა გაეკეთებინათ ის რაც ევალდებულებოდათ. სააკაშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა და კანონმდებლობით ევალდებულებოდათ. მართალი ხარ. გაიგე? ეგ ამდენი ხანი ევალდებულებოდათ. ეგეც დეტალია, შენი საქმეც დეტალია. შემდეგ რუსთავი 2 საკითხი, როდესაც ჩემგანაა ამ რუსთავი 2 წაღებული 30000 მილიონი ლარი, ესეც დეტალია. დანარჩენი ყველაფერი დეტალია. და ევალდებულებოდათ. შენ განცხადებებზე ექსპერტიზის დანიშნო ეს კანონმდებლობით ევალდებულებად. ევალდებულებად. ისეც რომ საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ყავდეს პროფესიონალი და არა ლუმუმბა დამთავრებული. დეტალია ისეც რომ ეკონომიკის მინისტრი უნდა იყოს შენი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი და არა ბენდუქიძის ხელის ბიჭი, რომელიც მის პროექტებზე ისევ შემჯდარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღარ გავაგრძელებ.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მომავალი გადაცემა 100%-იანი გვექნება სამ შაბათს 3 საათზე და იმედია კიდევ შევხვდებით. მადლობა.